ჩვენ ყავს არაჩვეულებრივი მეგობარი დუგლაძეების ღვინო და სანამ გადავალთ უშუალოდ ბატონი ბიძინას სპეციალობაზე, მინდა რამდენიმე საინტერესო ფაქტი ვთქვა, დუგლაძეების ღვინის რუბრიკა დავარქვათ და ვთქვათ რამდენიმე საინტერესო ფაქტი ღვინოსთან დაკავშირებით და მე რაღაც პატარა სიურპრიზი მინდა ბატონ ბიძინას გავუკეთო. ბრძანეთ პატივცემულო. ესე იგი ძალიან ღვინოსთან ბავშვობიდან მაქვს ურთიერთობა, მაგრამ ნამდვილად არ ვიცოდი, რომ თურმე ღვინის ფერს განსაზღვრავს არა ყურძენი, არამედ ყურძნის ქერქი. ქერქი ხო, შიგნით არა. ქერქი როგორც არის ისეთი. ღვინოს ფერს განსაზღვრავდა უშუალოდ ყურძენი. და მეც მოგაშველებთ ერთ ფაქტს. გამოვუშვი. იუნესკოს აღიარებული აქვს ეს ქვევრი მოკლედ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად. და ყველაზე მაგარი ის არის, რომ ქართველების არის და ჩვენია ქვევრში ღვინის დაყენება. ხო, ნუ წითელი ღვინოზე, თეთრ ღვინოზე ალბათ სუმიდის დავა, რომელი უფრო გემრიელია, მაგრამ ჩემი აზრით ქართული თეთრიც და წითელიც არის არაჩვეულებრივი ღვინო, მაგრამ თურმე წითელი ღვინო და შავი ღვინო, რა ვინ როგორ ეძახის, ბევრად უფრო მეტალკოჰოლს შეიცავს ვიდრე თეთრი, უფრო მათრობელად ყოფილა. და კიდევ ერთი ფაქტი, მე თვითონ მჭირდება ხოლმე, მე და ჩემი მარიკას გვიყვარს ხოლმე ცოტა ღვინის მოწურყო, კირიცი და ვერასოდეს ვერ ვიმახსოვრებ, ხადო წითელს რა კერძი უხდება და თეთრს რა კერძი უხდება და აგერ რა მოვიწერე სპეციალურად. თეთრს ხორცი და თეთრს თევზი. დიახ, სუსტ კი ბატონო. და ერთი ჩვენც საღამოობით მე და ჩემს მეუღლეს გვიყვარს ხოლმე თითო ბოკალი ღვინის დალევა და თურმე ისე უნდა დაიჭირო ხელში ბოკალი, რომ ხელმა არ გაათბოს ღვინო. ანუ როგორც წესი მე მიკავია ხოლმე ასე და ეს ხელი მაინც ეხება. არ ყოფილა თლად რეკომენდაციას. ეგ უფრო კონიაკს. და სიურპრიზით ბატონო ბიძინა ჩვენი მეგობრისაგან დუგლაძეების ღვინისგან ასეთი არაჩვეულებრივი მუკუზანი. მუკუზანი ჩემი საყვარელი ღვინოა. აუ გამოვიცანი. ეს აგერ დავდებ და წასვლისას მუკუზანი და მუკუზანს აქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თვითონ ისტორია დაყენების ტექნოლოგია, ეს ალექსანდრე ჭავჭავაძეებისგან დაიწყო, სადაც ტექნოლოგიები ყავდა ჩამოყვანილი და აქ იყო მთავარი ამბავი ამ ღვინოში, რომ ეს ხო საფერავის ჯიშია, მაგრამ დაყენება ხდება, ესე იგი, ქართული თუ ევროპული ტრადიციით და მე ქვევრში გადადით. ანუ ორივე ერთად არის აქ შერწყმული. ამით განსხვავდება მუკუზანი ყველა სხვა ღვინისგან. ანუ ორივეა შერწყმული აქ. ესეც ნამდვილად არ ვიცოდი. ამიტომა უნიკალური მეც გემოწან მომწონს მის. ეგ თავისჩანთიანად გადაიციხებ. კი, რა თქმა უნდა, აგერ დავდებ. ხო, რო არ დამავიწყდეს, აი ახლოს დავიდებ. ძალიან დიდი მადლობა.